ზუსტად 7 თვის შემდეგ, რაც ნოვისადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 16 ადამიანი დაიღუპა, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო საპროტესტო ტალღა გამოიწვია, სერბეთში ათასობით დემონსტრანტმა დედაქალაქ ბელგრადში ხიდები გადაკეტა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მსვლელობები მოაწყო. სტუდენტების ხელმძღვანელობით აქციები ჩატარდა ქვეყნის 30-ზე მეტ ქალაქში. რამდენიმე თვიანი უწყვეტი პროტესტით სერბებს სურთ აიძულონ პრეზიდენტი ვუჩიჩი, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. როდესაც ვხედავ 10,000-ობით ადამიანს, რომლებიც ერთი და იმავე მიზნისთვის იბრძვიან, ბრძოლის გაგრძელების მოტივაციას მაძლევს. მიზანი კი კანონის უზენაესობა და ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრებაა. სერბეთში ბევრს ჯერა, რომ ნოვისადში 1 ნოემბერს დატრიალებული ტრაგედია სადგურის შენობაში ხარვეზები ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგი იყო. მათი აზრით, ხელისუფლება ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებთან კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდა. ეს არის ერთადერთი გზა. ჩვენ აქ გამოვალთ, რამდენი ხანით საჭირო იქნება. ეს რა თქმა უნდა არაძალადობრივი გზაა და ეს კარგია. ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტები რაღაცა შეცვლიან. დაველოდოთ რა მოხდება. ვუჩიჩი, რომელსაც კრიტიკოსები ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სერბეთში ავტორიტარული მმართველობის დაწესებაში ადანაშაულებენ, თავდაპირველად არც განიხილავდა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს, თუმცა პარასკევს განაცხადა, რომ ის შეიძლება ჩატარდეს, თუმცა ზუსტად როდის არ უთქვამს. კვირას აქციის მონაწილეებმა ნოვისადის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს, მოეწყო ასევე სტუდენტთა მსვლელობა. ბელგრადში მოქალაქეებმა გადაკეტეს მდინარე სავის 2 მთავარი ხიდი.